საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ეკატერინბურგში სომხეთის საპატიო კონსული გაათავისუფლეს. მმართველი პარტია ამას პოლიტიკურ ანგარიშწორებას არ უკავშირებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეკატერინბურგში სომხეთის საპატიო კონსულის ნარეკ სპარტაკიანის უფლებამოსილება შეწყდა. რუსული მედიის ინფორმაციით გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი კრიტიკული პოზიცია სომხეთის ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კომპანიისა და ბიზნესმენ სამվել კარაპეტიანის დაკავების მიმართ. სპარტაკიანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება დაუშვებელია. მმართველი პარტია სამოქალაქო ხელშეკრულებაში ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშწორებას არ უკავშირებენ. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ვაჰაგნ ალექსანიანის თქმით, საპატიო კონსულს არ აქვს უფლება ქვეყნის არჩეული ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური ხაზის საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას. ალექსანიანმა ასევე დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ უთქვამს უარი ეჭმია წინში დაანონსებული სულიერი შეკრების ჩატარებაზე. მისი თქმით, აქციის მიზანი ეკლესიის დაცვა, თუმცა ის გამორიცხავს ნებისმიერი სახის ზალადობას. მთიანი ყარაბაღის ბუნება კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძრებმა უკვე სომხურ კულტურულ ძეგლებამდე მიაღწია. საფრთხე ემუქრება ამარასსა და ტიგრანაკერტის ნაკრძალს. ხანძრის ზოგიერთ კერა ჩამქრალია, თუმცა რამდენიმე ადგილას ცეცხლი კვლავ მძვინვარებს. დეტალები მერი დანიელიანის რეპორტაჟში. ოკუპირებული არცახის აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლში ბოლო 7 დღის განმავლობაში გაჩენილი ხანძრები რეგიონის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ემუქრება. არცახის კულტურის სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლის გავრცელებით ზონაში საფრთხე ემუქრება 100-მდე ისტორიულ-კულტურულ ძეგლს, მათ შორის ტიგრანაკერტის ნაკრძალს, ამარასის სამონასტრო კომპლექსსა და სხვა თემების ეკლესიებსა და კულტურული ღირებულების მქონე ნაგებობებს. ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, მიაღწია თუ არა ხანძარმა ამ ძეგლებს, მაგრამ ის რომ ძეგლები ხანძრების ზონაშია, ეს ცალსახაა. ეს ასევე ასახულია ნასას შესაბამის რუკებზე. სერგეი შახვერდიანის თქმით, თუ ჩვენ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზიანის შესახებ ვირტუალურად საუბრობთ, კონკრეტული ფაქტების გარეშე ეკოლოგიური თვალსაზრისით შეგვიძლია ფაქტობრივად დავაფიქსიროთ, რომ საფრთხე ემუქრება არცახის ეკოსისტემას და ამ ზიანის აღსადგენად შესაძლოა 10-ობით წელი იყოს საჭირო. მაგალითად, ნორშენის ისტორიული თუთის ბაღები დაიწვა, ამის შესახებ აზერბაიჯანულ სოციალურ სივრცეებში უბრალოდ კადრები გამოაქვეყნეს, ჩვენ იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ბუნებრივია, რომ ტყეების ხანძარის დიდ ზიანს აყენებს ბუნებას, მინდვრებს, საძოვრებს. არცახის ოკუპირებული ტერიტორიების მაკონტროლებელი აზერბაიჯანი საერთაშორისო კონვენციებით ვალდებულია. დაიცვას ადგილობრივი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა. მიიღოს ზომები ხანძრების ჩასაქრობად და მიყენებული ზიანის აღსადგენად. ჩვენ მთელ ამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რადგან ვითარებაზე ზემოქმედების სხვა ეფექტური მექანიზმები ჩვენ არ გაგვაჩნია. საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ხას უსვამს, რომ არცახის ოკუპაციამდე იმავე მონაკვეთებში ხშირად იყო ხანძრები, რომლებსაც ოპერატიულად და ეფექტურად აკრობდნენ, მაგრამ 30 წლის განმავლობაში რეგიონში ასეთი მასშტაბური ხანძრები არ დაფიქსირებულა. რა ხდება ახლა? ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნება სხვადასხვა ვიდეო იმის შესახებ, რომ ხანძრებს აკრობენ სხვადასხვა ადამიანები, ასევე შესაბამისი ორგანოები აზერბაიჯანის, ჩვენ ხედავთ, რომ ეს საქმიანობა სულ მცირე, ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც ჩვენ გქონდა ჩვენ სამშობლოში. არცახის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვა მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო დონეზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, საზოგადოება, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული საზოგადო მოღვაწეები, ისტორიკოსები მუდმივად აყენებენ საკითხს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში, მაგრამ არცახის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე ეფექტური გზა ეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ქმედითი ჩარევა. არცახის კულტურული მემკვიდრეობისადმი საფრთხეები, იქნება ეს ადამიანური ფაქტორით თუ სტიქიური უბედურებით განპირობებული, შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ სომხების, არამედ მსოფლიო კულტურისთვისაც შეუქცევადი დანაკარგი. ძეგლების განადგურებამ შეიძლება შეარყიოს არცახის სომხური იდენტობა, რაც შახვერძეონის თქმით, აზერბაიჯანის ერთ-ერთი მიზანია. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლის ებრაიმ რეზაის განცხადებით, სომხეთის მიერ სიუნიქის პროვინციაზე კონტროლის შესაძლო დაკარგვა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ირანის ინტერესებს, ხოლო სომხეთის ხელისუფლებას მისი დაცვა არ შეუძლია. რეზაის თქმით, სომხეთის მთავრობას გარკვეული სისუსტეები აქვს და უკვე აჩვენა, რომ მას არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა ამ ტერიტორიის დასაცავად. რეზაიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხში თეირანისა და ერევნის
ბაიდენის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მან არ გამორიცხა, რომ ირანმა ამ მიზნით ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთანაც კი, რომელთანაც ტრადიციულად უთანხმოება აქვს, მაგალითად საფრანგეთთან. ამასთან მისივე თქმით არსებობს სირთულეც, ფარული მფარველები, რომლებიც აზერბაიჯანს უჭერენ მხარს. მეზობლებთან ურთიერთობების გაძლიერება დასავლეთის სანქციებს არაეფექტურს გახდის, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მასუდ ფეჟესქიანის განცხადებით, თეირანმა სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, რადგან ძლიერი რეგიონული კავშირები დასავლური სანქციების განეიტრალებას შეუწყობს ხელს. თუ ჩვენ გავაძლიერებთ მეზობლებთან ურთიერთობებს, სანქციები არაეფექტური გახდება, განაცხადა ფეჟესქიანმა. მისი თქმით, დღეს როგორც არასდროს აუცილებელია რეგიონულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ირანის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებთან დაასახელა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ერაყი, პაკისტანი, ავღანეთი და თურქმენეთი, რომლებთანაც მისივე განცხადებით თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ძალიან ცუდ სიგნალებს იღებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, რომ თუ ის ბირთვული პროგრამის განახლება შეეცდება, შეერთებული შტატები მის ობიექტებს კვლავ სწრაფად გაანადგურებს. ამ განცხადებას წინ უძღოდა სტამბულში ირანისა და ევროპულ სამეულს შორის გამართული მოლაპარაკებები, სადაც მხარეები დისკუსიების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და შეერთებული შტატებმა ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბეს. ავსტრალიურმა ენერგეტიკულმა გიგანტმა მინერალური ნავთობის ადმინისტრირების სააქციო საზოგადოებამ ბაქო ჯეიჰანის მილსადენით მიღებულ აზერბაიჯანულ ნავთობში ორგანული ქლორიდების მაღალი შემცველობა აღმოაჩინა. Reuters-ის ინფორმაციით, OMV უკვე მესამე ევროპული კომპანია British Petroleum-ისა და იტალიური ენის შემდეგ, რომელიც Azeri Light მარკის ნავთობის დაბინძურებაზე საუბრობს. სპეციალისტების განმარტებით, ორგანული ქლორიდები კოროზიულია და შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ნავთობგადამუშავებული ქარხნების ძვირად ღირებული მოწყობილობები. ხარისხის პრობლემების გამო Azeri Light მარკის ნავთობის ფასი ბოლო კვირებში მკვეთრად დაეცა და 5 წლიან მინიმუმს მიაღწია. და ბოლოს მოდით ვუყუროთ ჩვენი კოლეგის დავით გენჯოიანის მიერ მომზადებული საერთაშორისო მოვლენების მოკლე ანალიზი. ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში მდებარე ცათამჯენში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მოკლულია 1 პოლიციელი და 3 სამოქალაქო პირი. წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ის იდენტიფიცირებულია როგორც ლას-ვეგასელი 27 წლის შეინ დევონ ტამურა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 324 დრონითა და 7 რაკეტით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 309 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 რაკეტა ჩამოაგდო. ძირითადი სამიზნეები კიევი, ნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქები იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, გაჩნდა ხანძრები, არიან ათობით დაჭრილები. სახმელეთო ფრონტზე რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქის სოფლები ბოიკოვკა და ბელგიიკა დაიკავეს. ძიმე ბრძოლები გრძელდება პოკროვსკის მიმართულებით. რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის დანაკარგმა ერთ დღეში 1350 სამხედროს გადააჭარბა, თუმცა კიევს ოფიციალური მონაცემები არ გამოუქვეყნებია. მიუხედავად აშშ-სა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმებისა, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში, ფარმაცევტულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების საკითხი გაურკვეველი რჩება. ეს განპირობებულია აშშ-ში მიმდინარე ეროვნული უსაფრთხოების გამოძიებით, რის შემდეგაც შესაძლოა 15%-მდე გადასახადები დაწესდეს. ვითარებამ გრძნობიელებაა, რადგან აშშ ევროკავშირიდან მნიშვნელოვან მედიკამენტებს იღებს. ევროკავშირის ფარმაცევტული კომპანიები კი, განსაკუთრებით ირლანდიასა და დანიაში, აშშ-ს ბაზარზე არიან დამოკიდებული. მოკლევადიან პერსპექტივაში სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება, რადგან ამჟამად მედიკამენტების უმეტესობა გადასახადებისგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და წინა შეთანხმებების ფარგლებში თავისუფალია. ტაილანდისა და კამბოჯის სამხედრო მეთაურებმა საზღვარზე შეხვდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესანარჩუნებლად, რომელიც მალაიზიაში პრემიერ-მინისტრების დონეზე შეთანხმდა. 5 დღიან ბრძოლებს სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. 300,000-ზე მეტი კი ევაკუირებული იქნა ორივე ქვეყანაში. ცეცხლის შეწყვეტის წყალობით სასაზღვრო რეგიონებში სიმშვიდემ დაისადგურა. მოსახლეობამ სახლებში დაბრუნება დაიწყო. მხარეები კი პრობლემების მოსაგვარებლად საკოორდინაციო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება აშშ-სა და ჩინეთის შუამავლობით სავაჭრო მოლაპარაკებების
ფორმატში განხორციელებული ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული. აშშ-სა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა სტოკჰოლმში 5 საათზე მეთხნიანი მოლაპარაკებები გამართეს სავაჭრო დავების მოსაგვარებლად და სავაჭრო ზავის 3 თვით გახანგრძლივებისთვის. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს თავიდან აიცილონ გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, რასაც მაღალი საბაჭო გადასახადები გამოიწვევს. ყურადღება გამახვილდა გადასახადების შემცირებასა და იშვიათი მინერალების ნაკლავზე აღდგენაზე. მოსალოდნელია ტრამპისა და სის შეხვედრა. ამ ფონზე აშშ სენატორები ჩინეთის წინააღმდეგ კანონპროექტებს ამზადებენ. ორშაბათი ისრაელის ძალებმა გაზაში სულ მცირე 92 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 41 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდა. ეს მოხდა მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების გამოცხადებული შეჩერებისა, რომელიც თითქოს დახმარების მიწოდებას ემსახურებოდა. ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე მასაფერ იატაში ისრაელელმა ახალგაზრდა მოკლა პალესტინელი აქტივისტი და მასწავლებელი ოდეხ მუჰამად ჰადალინი, რომელიც ოსკაროსანი ფილმის გადაღებებში მონაწილეობდა. ეს ინციდენტები გაზასა და დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე ძალადობის ფონზე ხდება, სადაც 2023 წლის ოქტომბრიდან 1000-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.